რა გავლენას ახდენს და როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე მულტფილმები? მოგეხსენებათ ბავშვის განვითარება, შემეცნებით ემოციური და დამოუკიდებელი უნარების ხელშეწყობა მშობლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. თუ რა როლს თამაშობს და როგორ აისახება მულტფილმები ჩვენს შვილებზე, ამ ყველაფერზე სასაუბროთ შემოგვერთდა ფსიქოლოგი, თიკოს ახლის დამფუძნებელი ქალბატონი თინა თინძენაიშვილი. დილომშვიდობის ქალბატონი თინა. დილომშვიდობისა. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. როგორც უკვე ვუთხარით ჩვენს მაყურებელს, მულტფილმების შესახებ უნდა ვისაუბროთ, ანიმაციის შესახებ. დღევანდელ დღეს მით უმეტეს საკმაოდ მიუწვდებათ ხელი ბავშვებს, რომ სხვადასხვა სოციალური ქსელი იქნება ეს თუ სხვადასხვა სატელევიზიო არხები, გადაცემები, რომ თვალი ადევნონ ამა თუ იმ მულტფილმებს, ანიმაციას, ანიმეს სახით მოწოდებულ სხვადასხვა ვარიაციებს. ეს რამდენად დამაზიანებელია ბავშვისთვის, რამდენად არის სწორი, როდესაც მშობელი აძლევს ნებას, რომ მარტო დარჩეს ამ მულტფილმებთან ყურებისას და საჭიროა თუ არა, რომ ჯერ მშობელმა ნახოს ის მულტფილმი, კარგად გააკონტროლოს, გაანალიზოს თუ რა არის მასში მოცემული და შემდგომ მოხდეს უკვე ამ მულტფილმის წარდგენა ბავშვისთვის. აი როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს? მოგესალმებით, მაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საინტერესო თემა, ძალიან ფართო თემა და ასე შევეცდები ამ მოკლე დროში რაღაცნაირად მთავარი აქცენტები დავსვათ, ხო? თქვენ თქვით, რომ მშობლის მთავარი ფუნქცია არის ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა, ხო? და ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა არ იწყება მისი მულტფილმებთან ურთიერთობით. ეს არ არის განმავითარებელი. ჩვენ უნდა განმიჯნოთ, რომელ ასაკში შეიძლება ჩავთვალოთ განმავითარებლად და რომელ ასაკში არის კატეგორიულად დაუშვებელი მისი ესე მარტივად მისაწვდომი ყოფნა ბავშვისთვის, ხო? ნებისმიერი მოწყობილობის, იქნება ტელევიზორი, ტელეფონი თუ ასე შემდეგ. დღეს უკვე ფართოა ძალიან კვლევები და რაც უფრო ბევრი კვლევა ტარდება, უფრო ბევრი მინუსი უფრო ჩნდება, ვიდრე მისი დადებითი მხარეები, ხო? და განსაკუთრებით ბოლო კვლევებში ვკითხულობთ, რომ 0-დან 3 წლამდე, ადრე 2 წლამდე პერიოდს მოიაზრებდნენ, ეხლა უკვე 3 წლამდე კატეგორიულად დაუშვებულია ნებისმიერი ურთიერთობა, თუნდაც 1 წუთი გატარებული ნებისმიერ მოწყობილობასთან, ხო? 3 წლამდე ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. 3 წლის ზევით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ იქაც გარკვეული დროით ჩარჩოში მოქცევა. ასე რომ ჩვენ რომ გვეკითხებიან, როდის დავაწყებინოთ ბავშვებს მულტფილმების ყურება, ვეუბნებით, რაც უფრო გვიან, უკეთესი და დროის ხანგრძლივობა, რაც უფრო მცირე იქნება ეს დრო გატარებული მულტფილმთან, მით უკეთესი. მულტფილმში ერთ სახელში მოვიაზრებ ბევრ რამეს, ხო, ეს არ არის მხოლოდ მულტფილმზე საუბარი. დიახ, რასაც უყურებს, არა მარტო მულტფილმებს უყურებდნენ YouTube-ში, იმდენად თავისუფლად არის წვდომა ნებისმიერ შინაარსის ვიდეოებთან და მოკლე ვიდეოებთან, იმიტომ რომ ამის გაკონტროლება საკმაოდ რთული ხდება მშობლისთვის. და აღნიშნოთ რატომ 0-დან 3 წლამდე რატომ არის კატეგორიულად დაუშვებელი. თქვენ იცით, რომ ბავშვის და ტვინი ახალდაბადებულის თავისი მოცულობის, თლიანი ადამიანის ტვინის მოცულობის მხოლოდ მცირე პროცენტია, ხო, თავიდან და ის უკვე ნახეთ 3 წლამდე ასაკში თითქმის 80-90%-ს აღწევს. ესე იგი, ბავშვის ტვინის განვითარება საოცარი სისწრაფით მიმდინარეობს 3 წლამდე ასაკში. საოცარი სისწრაფით და ტვინის განვითარება სჭირდება მოძრაობა. სჭირდება შეხება, შემეცნებით ვითარდება ბავშვი. შემეცნება ხდება აუცილებლად უშუალო კონტაქტი, ემპირიული გამოცდილებებზე დაყნობით უნდა შეაგროვოს მან გამოცდილება. ნებისმიერი გამოცდილება, რაც მოდის ნებისმიერი გამოწვევების გადამუშავება და ეს პატარ-პატარა გამოწვევები გროვდება მის ტვინში, ასე ვთქვათ, აი მარჯვენა ნახევარსფერო შეაგროვებს ამ გამოცდილებებს და მარცხენაში ასეც ჩააწყობს ერთგვარი აი ფაილების სახით შემოინახავს, ხო? რაც უფრო მდიდარია ეს გამოცდილება, მით უფრო განვითარებული იქნება მისი ტვინი. ესე იგი, მით უფრო მეტი შინაარსი, მით უფრო მეტი გამოცდილება დევს მის ტვინში. ასე ვთქვათ, ნახეთ, ჩვენ ვიბადებით ნეირონული უჯრედების უთვალავი, უმამრავი რაოდენობით, ხო? და ნეირონებმა ერთმანეთთან კავშირი თუ არ დაამყარეს, ისინი იღუპებიან, ხო? და ის კავშირების დამყარება ხდება სწორედ ასე, მოძრაობით, უმოძრაობაში ბავშვი ტვინი ვერ ვითარდება, უბრალოდ უმოძრაო და უშუალო კონტაქტის გარეშე და თუ ჩვენ ამ პერიოდამდე ბავშვს დავტოვებთ მხოლოდ
მულტფილმის ანაბარა და გავიმართლებთ თავს იმითიც, რომ განმავითარებელ მულტფილმს უყურებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდ შეცდომას მშობელს რომ ენას აითვისებს, თქვა, ან მუსიკალურად განვითარდება, ან თქვა, არ არსებობს სამწლის ასაკამდე განმავითარებელი მულტფილმი. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, ხო? კი ძალიან უჭირთ მშობლებს ამის გათავისება და გაგება, თუმცა დღეს იმდენად დიდია უკვე ინფორმაცია ამის შესახებ, უკვე აღარ ებატიებ მშობელს თქვას, რომ იცი რამე არ ვიცოდი. ჩვენ პირდაპირ ვეუბნებთ, აი მე პირადად ვეუბნები, იცით რომ ვარ ერთ-ერთი ბავშვთა განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, ძალიან მზარდია რაოდენობა, 3 წლამდე ბავშვებს თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად იზრდება რიცხვი განვითარების ეტაპებით დაყოვნებით ბავშვები და ძირითად შემთხვევაში აქ არ არის დიაგნოზებზე საუბარი. აქ არის შეფერხებული განვითარება, რაც გამოიწვია სწორედ მულტფილმებთან უკონტროლო ყოფნა ამ ბავშვების, ხო? და ეს შემდგომში ძალიან რთულად აისახება ამ ბავშვებზე. იმის დაძლევა, რაც უკვე გაფუჭდა, ძალიან რთულია. რა სირთულეებზე შეიძლება ვისაუბროთ ქავტანცეთიან, როდესაც ბავშვი თქვა ესე უკონტროლო მდგომარეობაშია და თავისუფალი წვდომა აქვს, თქვა, ხო, იმიტომ რომ მულტფილმის სხვადასხვა სახეობა არსებობს, შეიძლება საბოლოო ჯამში თქვა კეთილმოს ძლივოს ბოროტს, მაგრამ მთელი მულტფილმის განმავლობაში აგრესია იყოს გამოხატული, თქვა. აი აგრესიული მულტფილმები, რომლებიც ესე მრავლად არის ხელმისაწვდომი, რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და საბოლოო ჯამში ეს დალექილი მიღებული ეს ემოციები მასში ზრდასრულობაში თუ გამოვლინდება შემდგომ. რა თქმა უნდა გამოვლინდება და მე ვთქვი რომ ბავშვის განვითარებაზე ყველაფერი ახდენს გავლენას, განსაკუთრებით ის გარემო და ის შინაარსები, ხო, რასაც ის განიცდის და აი მულტფილმიდან მოწოდებული შინაარსების გადამუშავება მისთვის ძალიან რთულია. ნახეთ, ტემპი სხვანაირია, ძალიან სწრაფია, ძალიან მკვეთრი ფერებია და აი ესეთი რეალობაში ხომ არ გვაქვს ასეთი სისწრაფე, ასეთი ტემპი, ასეთი რიტმი ხომ არ არის ჩვენი განვითარების. გაცილებით უკეთესია, ისევ რომ მეუბრუნდეთ 3 წლამდე ასაკს, უკეთესია უკითხოთ ზღაპარი, რაც შეიძლება ლამაზი ილუსტრაციებით, ის უფრო იქნება განმავითარებელი, ვიდრე მულტფილმებთან დატოვება ბავშვის მარტო. იმიტომ რომ იმ ზღაპარებში შეიძლება იყოს გარკვეული აგრესია გამოვლენილი, ხო? კი ბატონო, სიუჟეტი შეიძლება იყოს ჩვენთვის დიდებისთვის ცოტა რთულად მძაფრად აღსაქმელი, მაგრამ ბავშვი ამას ასე არ განიცდის, მით უმეტეს იქ ჩვენ ვართ მის გვერდით, მარტო არ არის დატოვებული. იმ ასაკში ასე მძაფრად არ აღიქვავს და იქ უყურებს ნახატებს, აკვირდება, თუ რამე ვერ გაეგო, გაჩერდება. თქვენ თუ დაკვირვა უკითხავთ პატარას, ხო? აი რამდენჯერ რამდენი ხნით უყურებს სურათს, ილუსტრაციებს განსაკუთრებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ ასაკში იყოს ზღაპარი, იყოს ბევრი, იყოს თამაში, ბავშვთან გატარებული ძალიან დიდი დრო მშობლის ან უფროსის ნებისმიერს არ აქვს ამას მნიშვნელობა, თუ მშობელი დაკავებულია, ნუ ვიღაცა ხომ არის ბავშვთან იმისი თამაშით გატარებული დრო და არა ბავშვი დატოვებული მულტფილმებთან მარტო. ჯერ ერთი მისი ძვალსახსროვანი სისტემაც არ არის მზად, რომ ესე უმოძრაო მდგომარეობაში იჯდეს დიდი ხნით და იმხელა ხიბლი აქვს ამას, ძალიან რთული ხდება შემდეგ გაკონტროლება. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ გარკვეულწილად რაღაცნაირად ძიძები ჩაანაცვლა თითქოს, ხო? თითქოს დამამშვიდებელი გახდა ბავშვისთვის მულტფილმი. იტირა, მივეცით რაღაცა, გავაჩუმეთ, შია, არ ჭამს, ამ დავსვით, ვაყურებინებთ რაღაცას, ვაჭმევ და აი ესე ნებისმიერ სტუმრად მივდივართ, რომ არ შეგვიშალოს ხელი და არ დასვას კითხვები ან რაღაცა. ისევ დააჭერინებენ მულტფილმს რაღაცას ჩაურთავენ, ამას აყურებენ და აი ამას ვამბობ. აი ესენი გრძელვადიანად მე ძალიან დიდ გართულებებს. როგორ უნდა გაუმკლავდეთ, თქვათ, იგივე იმ გაჭერებთან ურთიერთობას, თქვათ, უკვე შეიძლება 3 წელს ზემოთ არიან, თქვათ, ბავშვები, ეს გარკვეული პერიოდი უკვე გავლილია, მიჯაჭვული ხდება ამ გაჯეტებს. ახლა მთავარი კითხვა არის ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მშობელი ამ ყველაფერს, რომ არ იყოს მისთვის ეს საზიანო, იმიტომ რომ ამ გაჯეტებთან განშორება ზოგ შემთხვევაში საკმაოდ დიდ ემოციებთან არის ხოლმე დაკავშირებული და შეიძლება ისტერიულ მდგომარეობამდეც კი მივიდეს ზოგჯერ ბავშვი. ბატონო, მე ვახსენე სოფო გაფუჭებული საქმის გამოსწორება შეიძლება უკვე გაცილებით რთული ხდება, მით უმეტეს ჩვენ თავაზობთ ისეთ სამყაროს, რისგანაც გამოყარა და მისი ალტერნატივის შეთავაზება მერე უკვე საკმაოდ რთული ხდება, ხო? და ამიტომ ჯობია რომ 3 წლამდე საერთოდ არ კონდეს წტომა და 3 წლის შემდეგ უკვე როგორც ჩვენი დამხმარე ვაქციოთ, აუცილებლად ვაკონტროლოთ შინაარსები.
აუცილებლად ვაქციოთ დამხმარეთ რა შემთხვევაში თუ რაიმე ჩვევის, რაიმე უნარის გამომუშავებაზე მუშაობთ, მოვძებნოთ შესაბამისი შინაარსის მულტფილმი და ჩვენთან ერთად, ჩვენი მეგზურობით, მარტო კი არ დავტოვოთ, ჩვენ აუცილებლად ვიყოთ მის გვერდით, რომ იქ სწორი აქცენტები დავსვათ და სწორედ ის თვისებებზე ისინი წამოვწიოთ წინ, რისი გამომუშავება დავუშვათ ბავშვი გვინდა. არის ძალიან ბევრი მართლა შემეცნებითი ნამდვილად არის უბრალოდ შინაარსის გაკონტროლება მშობლის მიერ ისევ აუცილებელი ხდება, იმიტომ რომ ბავშვი რეალობას ესე იღებს პირდაპირ, ამიტომ ის იმ მოდელებით წავა, რა მოდელებით შეითვისა ამ ანუები იქნება, მულტფილმი იქნება, ვიდეოები თუ სხვა რამე, ხო? ამიტომ ჯობია ჩვენ ვიყოთ ცოცხალი მაგალითები, ჩვენი გარემო იყოს გამდიდრებული, ამიტომ ესე მივდივართ მშობლობის ასე ვთქვათ, როლთან, მშობლის პასუხისმგებლობასთან. ეს სწორედ მშობლის პასუხისმგებლობა, რამდენად აქვს მას გათავისებული ეს პასუხისმგებლობა, მშობელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას აკეთებს, რატომ აკეთებს და რისთვის აკეთებს და მულტფილმის ყურება კი არ უნდა იყოს რაღაც ცალკე განყენებული ბავშვის რუტინიდან. არა, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი აქტივობა მისი დღის რუტინაში, როცა დილით დგება, სადღაც მიდის, მოდის, ხელს იბანს და ასე შემდეგ, ერთ-ერთი რაღაცა მცირე რგოლი, რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს. ოღონდ უკვე იმას საკში, როდესაც მას შეუძლია რაღაცა შინაარსების გადამუშავება, ხო? მე კიდევ მიუბრუნდები 3 წლამდე ასაკის ბავშვთან ასეთი დიდი და ხანგრძლივი ურთიერთობა კატეგორიულად დაუშვებელია და ვახსენებ ბევრი მიზეზი, რატომ ასე და რას იწევსო თქვენ დასვით ასეთი კითხვა, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს, მე ნაწილობრივ შევეხე და შეიძლება კიდევ უფრო ხაზგასმით ვთქვათ, რომ ფერხდება მეტყველება. ფერხდება გარემოში ადაპტირ სენსორული ინტეგრაციის დარღვევები მოდის ძალიან ბევრი. მე გითხარით, მაქვს შეხება განვითარებაში მცირედ შეფერხების მქონე ბავშვებთან და აი ესეთი სირთულეები არის, ადაპტირების სირთულეები. გარემოში ვერ ადაპტირდება ასეთი ბავშვები. ეს იქნება კიბეზე ასვლა, ჩამოსვლა ხტომმა თუ სხვადასხვა ფაქტურის საგნებთან შემხებლობაში მოსვლა, ესეც კი სირთულეს წარმოადგენს ხოლმე. და ეს მას აღქმების გამრუდებას იწვევს, ხო? გარდა იმისა, რომ სამეტყველო უნარები ძალიან ჩამორჩება და ზიანდება ხოლმე. ხდებიან აგრესიულები, ხდებიან შფოთვარეები და ტვინის აგებულების დონეზეც, მის მორფოლოგიურ აგებულებაშიც კიცვლებები შეინიშნება ხოლმე, იყო ამაზე კვლევა ჩატარებული, რომ ძილის დარღვევებსაც იწვევს, იმიტომ რომ მელატონინის გამოყოფას უშლის ხელს. სწორედ ეს ჰორმონია პასუხისმგებელი ძილის და სიფხიზლის ფაზების ჯანსაღმონაცვლეობაზე, ხო? არის კიდევ შიშები მოდის ბავშვებთან, გაურკვეველი წარმომავლობის და როცა ჩახვალ სიღრმეებში აღმოჩნდება, რომ მან ოდესღაც რაღაცა ფილმი ნახა, რისი შინაარსის გადამუშავება მან იმ ასაკში ვერ შესძლო და ეს შემდეგ შიშების სახით ილექება მის. აი ვიცი, რამდენიმე ასეთი შემთხვევა, რომ ძილის წინ აძლევენ მშობლები, ყოფილა ასეთი მაგალითი, რომელიც შემწირეს მეც ყოფილა, რომ მიუციათ თქვათ გაჯეტი, პლანშეტი და ასე შემდეგ, რომ უყურე მულტფილმს და შემდგომ დაიძინე. ისევ ამაზე ვსაუბრობთ. ეს უნდა იყოს რუტინის ნაწილი და არა უკონტროლოდ და იმ დროს მიწოდებული, როცა ეს მე მინდა. გაცილებით უკეთესია მშობელმა თუ ნაკლები დრო აქვს და ოჯახის საქმეებით არის დაკავებული, გვერდით იყოლიოს ის პატარა და ყველა იმ საქმეში ჩართოს, რასაც აკეთებს. ეს იქნება სახლის დალაგება, სადილის მომზადება თუ ასე შემდეგ. იმ რუტინაში იყოს ჩართული და გაცილებით უკეთ განვითარდება ბავშვი. ყველაფერთან ექნება შემხებლობა, ხო? ვიდრე იმითი, რომ მე შვიდად და თავისუფლად ვაკეთო ჩემი საქმე და ბავშვი დავტოვო აი ესე ერთ-ერთზე მიჯაჭვული ეკრანთან. აი ის გარემოებაც არის ალბათ ხომ, ალბათ თიანთი ხელის შემშლელი, როდესაც ტოვებენ მშობლები ბავშვებს სახლში მთელი დღის განმავლობაში, ხომ, სამსახურიდან გამომდინარე, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. ეს რამდენად არის ხელის შემშლელი ბავშვის სწორად აღზრდის ჩამოყალიბების პროცესში? მარტო ალბათ ვიღაცა ხომ არის სახში, ან ბებო არის, ან მშობელთან ურთიერთობა. ნახეთ, ჩვენ სულ ვამბობთ სპეციალისტები ვეუბნებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა დროის რა მონაკვეთს ატარებს შვილთან, აქვს მნიშვნელობა რა ხარისხით ურთიერთობ. თუნდაც ძილის წინ წაკითხული ერთი ზღაპარი 10-15 წუთის განმავლობაშიც შეიძლება შემავსებელი იყოს იმ დანაკლისის და დეფიციტის, რაც აქვს ბავშვის მიმართ, ხო? იმასთან შედარებით მთელი დღე იყოს შეიძლება მშობელი და ბავშვი
მაინც იყოს რაღაცა მოწყობილობის ანაბარა და არ იყოს მასთან ემოციურად. ნახეთ, ჩვენ საუბრობთ ემოციურ კავშირზე, მშობელი ემოციურად უნდა იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში და არა ნახეთ პარალელურ რეჟიმში მე ჩემთვის ვარ სადღაც ჩასული სოციალურ ქსელში დაკარგული და ბავშვიც მიზის გვერდი და ისიც თავის სამყაროში რაღაც აი ამას ვამბობ ეს არ უნდა იყოს თორე არა აქვს მნიშვნელობა დროის რა მონაკვეთის გატარება მიწევს ამით ვერ გავამართლებთ ხდებით კი მოდიან და ჩვენ როცა ვეუბნებით რომ აი რას აკეთებ ამ დროს და რატომ არის ასეთი საზიანო მე პირდაპირ ვეუბნები არ ვაშინებ ეს არის კვლევებზე დაფუძნებული რომ თქვენ წარმოიდგინეთ ის დრო, როდესაც ბავშვი ატარებს ნებისმიერ მოწყობილობასთან, მისი ტვინის განვითარება ჩერდება ამ დროს. აი რა საკიდან არის დასაშვები ქალტანჩიანთინ რომ მულტფილმი ხა ამას ვერაუვალთ ხო გვერდს ვერაუვლით რომ მულტფილმებს არ უყურებთ აი სამწლზე უკვე დოზირებულად იქაც თქვი რომ მარტო არა და თავიდან საწყის სამხურები როგორია ვთქვა აი რა სახის მულტფილმებში ნახევარი საათი შემდეგ უკვე გავზარდოთ აი 6-7 წლის ასაკში უკვე 2 საათიც კი შეიძლება და 3-იც გაატაროს ოღონდ ნახეთ არ არის სასურველი რომ ეს დრო იყოს გადამულად ხო აი თლიანად ერთ დაჯდომაზე დავუშვათ 2-3 საათი არ იჯდეს იმიტომ რომ ისევ 6-7 წლის ბავშვის ხერხემალიც არ არის ასე დიდხანს ჯდომისთვის მზად თქვენ მეტყვით ახლა სკოლაში ხო ზის რომ წაიკითხოს წიგნიქაც ზის მაგრამ იქ უფრო ნახეთ არ იწევს წიგნი და თუნდაც მეცადინება ესე ხანძრი მიჯაჭულობას ხო იქ ადგება გამოძრავდება იმიტომ რომ არ აქვს ასე შესვენებებიც არის გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ნუ აქ იმდენად არის ჩართული რომ ფაქტობრივად გამოთიშულია გარე სამყაროდან აი ამ რისკებზე ვსაუბრობ ჩვენ დოზირებულად უფროსის მეთვალყურებით და განსაკუთრებით იმ შინაარსების კონტროლით, რასაც უყურებს, ეს არის მნიშვნელოვანი. რა კონტენტია განვითარებული, რა შინაარსის მატარებელია. რამდენად არის ეს იმ ოჯახის ფასეულობებთან და ღირებულებებთან თანხვედრაში, რასაც უყურებს ბავშვი. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვენ სხვა რამეს ვასწავლით, სხვა ღირებულებები გვინდა მასში გამოიმუშავოთ და აღმოჩნდება, რომ იმ კონკრეტული მოცემულობის მულტფილმში თუ რაიმე ხატრულ ფილმში სხვა შინაარსი არის, სხვა ღირებულებებია. შეიძლება ვკითხოთ ბავშვს თუ რას უყურა დღის განმავლობაში ვთქვათ და ჩვენ ვერ მოახერხეთ მის გვერდით ყოფნა, შემდგომ გავაანალიზოთ რას უყურა და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სწორი აქცენტები აი აქეთკენ მივყავდა საუბარი, რომ მასთან ერთად გავაანალიზოთ იმ მულტფილმში რა არის დადებითი, რომ მაქსიმალურად დავანახოთ უფრო დადებითი კუთხით და არა ვთქვათ არა მხოლოდ ეს, ნახეთ, მის ფანტაზიის განვითარებას რომ მივცეთ, ასე ვთქვათ, გასაქანი წახალისება ჩვენ უნდა ვკითხოთ, აი რომ შევცვალოთ, ეს ასე რატომ მოიქცა, შენი აზრით რატომ მოხდა ასე, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, ეს შენ რომ ყოფილიყავი დავუშვათ ამ ფილმის რეჟისორი, აი შენ როგორ გააკეთებდი, ან რომ ყოფილიყავი ეს გმირი, ამ სიტუაციაში შენ როგორ მოიქცეოდი, ხო? აი ეს საინტერესო შინაარსები უნდა გავათამაშოთ, მით უმეტეს ნახეთ იმ ასაკში, როდესაც უკვე ემოციების განვითარება იწყება 3 წლის ზევით უკვე ლიმბური დაუშვათ სისტემები ვითარდება და ემოციები აი შემოდის ხო სხვადასხვა ტიპის ემოციები ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრია სხვა გადაცემაში ხო აი იქ გავააზრებინო დაუშვათ იმას როდის ეწყინე იმას როდის გაუხარ და მოკლედ ჩვენი მეგზურობა სჭირდებათ ხო დიდი მადლობა ქალტანჩი დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის თქვენ გიში გახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფსიქოლოგი თიკო სახლის დამფუძნებელი თინა თინზენაიშვილი